დღეს ჩადარდა ბოლო ლექცია პროექტისა 10 ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე და ამ პროექტის ფარგლებში ბოლო ლექცია მიეძღვნა გერმანული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს კლასიკოს და გამორჩეულ ფიგურას იოჰან ვოლფგანგ გოეთეს. გოეთეს ცხოვრებასა და გოეთეს შემოქმედებას. პირველ რიგში რაც შეიძლება ითქვას გოეთეს პიროვნებაზე. თვითონ მისი უახლოესი მეგობარი და კოლეგა ფრიდრიხ შილერი გოეთეს პიროვნებას განიხილავდა როგორც უმაღლესი ადამიანობის გამოვლინებას. ანუ ის გულისხმობდა, რომ გოეთეს პიროვნებაში თავს იყრის ადამიანური უნარების მთელი სისავსე. ანუ გოეთეს პიროვნებაში მოცემულია როგორც აზროვნების უნარი, როგორც სახელოვნებო უნარი, როგორც მეცნიერული ჭვრეტის უნარი, როგორც პრაქტიკული მოღვაწეობის უნარი და ასე შემდეგ. ამავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ შილერის მიხედვით გოეთეს ანთროპოლოგიურ არსში ერთიანდება და ვითარდება და ჰარმონიზირებულია ორი ადამიანური საწყისი. ეს არის გზნობელობა, გზნობადობა ერთი მხრივ, ანუ ადამიანის ბუნება და მეორე მხრივ ადამიანის გონი, ადამიანის გონება. და ეს ორი საწყისი ადამიანური საწყისი შილერის მიხედვით გოეთეში იყო არა დაპირისპირებული, არამედ თავის თლიანობაში მოცემული და ჰარმონიზირებული. და მართლაც გოეთეს ცხოვრებაც სწორედ შვენიერი ნიმუშია იმისა, რომ მისი ცხოვრება, მისი ცხოვრება როგორც ადამიანის, ასე ვთქვათ, ეს როგორც პიროვნების, ეს არის სწორედ აი ამ ორი საწყისის ჰარმონიზირება და აი ამის უმაღლესი გამოვლინება. ჰარმონიზირებისა ორი უმთავრესი ადამიანური საწყისი. და ამიტომაც იყო ალბათ შემთხვევით არის, რომ გოეთეს ფიგურა, გოეთეს პიროვნება იყო ის ორიენტირი, რომელზეც, ასე ვთქვათ, სწორებას იღებდნენ უკვე შემდგომ მოდერნისტი ავტორები, იგივე თომას მანი, იგივე ჰერმან ჰესე, იგივე ნიცშე, იგივე თქვათ ქართველი მოდერნისტი ავტორები, თქვათ კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, რომელთათვისაც გოეთე როგორც პიროვნება იყო უმაღლესი გამოვლინება ადამიანობისა, უმაღლესი ადამიანობისა. და არა მარტო ეს, არამედ თქვათ გოეთეს შემოქმედება ამ შემთხვევაში საინტერესო იმდენად, რამდენადაც გოეთეს შემოქმედებაშიც აისახება ეს ჰარმონია. ანუ მისი შემოქმედება თავის თლიანობაში, ჯერ ეს არის აღმავალი განვითარება, როგორც მისი პიროვნების, ის მისი შემოქმედების გზა, ეს არის განვითარების სრულყოფის აღმავალი განვითარება, რაც მერე კულმინირდება ფაუსტში, სადაც თავს იყრის თავის თლიანობაში ის არსენალი შემოქმედებითი და პოეტოლოგიური არსენალი, რაც არსებობდა და რაც არსებობს მხატვრულ ლიტერატურაში და შემოქმედებაში და ამას ყველაფერს გოეთემ თავი მოუყარა და თავს ერთ ჰარმონიაში განავითარა და ასევე თქვათ ის მსოფლმხედველობრივი პარადიგმები, რაც იქნება ეს შუა საუკუნეობრივი მისტიკა, იქნება ეს გამართლებული ფილოსოფია, იქნება ეს იდეალისტური ფილოსოფია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამან ყველაფერმა თავი მოიყარა ფაუსტში და საბოლოო ჯამში ფაუსტი არის გოეთეს შემოქმედების, აი სწორედ უმაღლესი გამოვლინება გოეთესი როგორც შემოქმედისა და სადაც გაცხადა საბოლოოდ ის იდეალი, რაც არის ადამიანობის არსებობის ეგზისტენციის იდეალი. ანუ ეს არის სწრაფვა, დასვლა უმაღლესი ტრანსცენდენტურობისაკენ, რასაც გოეთე უწოდებს მარადქალურს. ანუ ეს არის ის ჭეშმარიტება, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს თითოეული ადამიანი თავისი ეგზისტენციის ფარგლებში. აი ეს რაც შეიძლება ითქვას გოეთეზე ამ დიდ ფიგურაზე. და ეს მისი, ასე ვთქვათ, ფიგურა დღესაც მნიშვნელოვანია ალბათ თანამედროვე ადამიანებისთვის და მასშტაბით ჩვენთვის ქართველებისთვისაც.